ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, ვაკვირდებით, რომ ახალ ფაზაში შევიდა ავტორიტარიზმი და შესაბამისად ჩვენ მოვახსენეთ ჩვენს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს დეტალურად, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური ასპექტების შესახებ, განსაკუთრებით ხაზარაძე ჯაფარიძის და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შესახებ, ბუნებრივია, განწყობა არის საერთო ქართული ოცნების ხელში და პირობებში საქართველოს არც ევროკავშირში ინტეგრაციის მომავალი აქვს და არც სხვა დასავლურ ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვითარების ნორმალიზების. ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, დევნა პოლიტიკური ოპონენტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ეს არის დემოკრატიის პროცესის მოკვლა. შესაბამისად, ახლა ასეთი ტიპის შეხვედრა ვერ ჩაითვლება რიგით მორიგ შეხვედრად, იმიტომ რომ რიგითი და ჩვეულებრივი სიტუაცია ქვეყანაში არ არის. ამ ვითარებაში ჩვენი ვალია შევინარჩუნოთ ეს კომუნიკაცია და მზად ვიყოთ იმ მომენტისთვის, როდესაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოში დაიწყება ძალიან სწრაფი პროცესი რეინტეგრაციის, იქიდან საიდანაც ოცნებას გამოყავს ქვეყანა. ეს ერთი და მეორე, ცხადია დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის უკანონო პატიმრობას. უკანონო, იმიტომ რომ მათი ბრალი ეფუძნება უკანონო საფუძვლებს, ორგანო, რომელმაც გამოიძახა არის კანონის დარღვევით შექმნილი და კანონის დარღვევით ფუნქციონირებადი და ჩვენ დიპლომატებს გავაცანით არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური მოსაზრებები მის თაობაზე რა ხდება და რატო ხდება, არამედ იურიდიული, სამართლებრივი არგუმენტები, რა არის დარღვეული და რატომ არიან ისინი უკანონო პატიმრები დღეს. გარდა ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ საუბარი მომავალზეც, იმის თაობაზე თუ როგორ არის მიღწევადი ქვეყნის არ ჩამოშორება თავისუფალი სამყაროსგან და ჩვენ პოლიტიკური პარტია და ჩვენი პარტნიორები ცხადია ამისთვის ყველაფერს